მეწუთია რაც განცხადდა ბრიტანეთის ახალი სანქციების სია უკრაინაში ომის დაწყებიდან ზუსტად 4 წლის შემდეგ დიდმა ბრიტანეთმა საგარეო საქმეთა თანამეგობრობისა და განვითარების ოფისმა გამოაქვეყნა სანქციების ახალი პაკეტი. პროსახელისუფლებო მედიები იმედი და პოზიტივი სწორედ ამ სიაშია შეყვანილი და ბრიტანეთის სანქციების თანახმად აქტივების გაყინვა სანქციები ტრასტის სერვისების მიმართ და დირექტორების დისკვალიფიკაციის სანქცია ასე უნდა განვითარდეს ახლა პროცესები. მიზეზები დოკუმენტში არის განმარტებული, თუ რის გამო გამოიყენა დიდმა ბრიტანეთმა სანქციები იმედისა და პოზიტივის წინააღმდეგ. სახელმწიფო მდივანი მიიჩნევს, რომ ეს ტელეკომპანიები ავრცელებენ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ. ეს საფრთხეს უქმნის უკრაინის სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას. ასევე წერია ამ დოკუმენტში, რომ იმედი და პოზიტივი სანქცირდებიან, რადგან ისინი რეგულარულად ავრცელებენ ინფორმაციას უკრაინის მთავრობის შესახებ, თითქოს ის არის არალეგიტიმური დასავლეთის მარიონეტი და რომ უკრაინა და დასავლეთი ცდილობენ საქართველოს დესტაბილიზაციას. გამოდის, რომ დიდმა ბრიტანეთმა იმედის და პოზიტივის სანქცირების გადაწყვეტილება მიიღო ტყუილის და დეზინფორმაციის გავრცელების გამო და სწორედ რუსული პროპაგანდისტული მედიების გვერდით აღმოჩნდა ახლა ტელეკომპანია იმედი და პოზიტივი. დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილება არის უკვე ოფიციალურად გამოცხადებული და შესაბამისად უკვე უნდა დაიწყოს აღსრულებაც ამ გადაწყვეტილების. დოკუმენტში წერია აქტივების გაყინვის შესახებ, შესაბამისად ახლა მთავარი საკითხია რა ფორმით და როგორ უნდა გააგრძელოს ოპერირება ამ ტელეკომპანიებმა, რადგან აქტივების გაყინვის პირობებში პროცესი უნდა წარიმართოს შემდეგნაირად და ბანკებს, რომლებიც ემსახურებიან ამ ტელეკომპანიებს, უნდა დაიწყონ მათ აღსრულება და შეწყვიტონ ყველანაირი მომსახურება. სახელმწიფო მდივანი მიიჩნევს, რომ ის ავრცელებს შეცდომაში შემყვან ინფორმაციას რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ თავის აუდიტორიაში, რომელიც ძირითადად საქართველოშია განთავსებული, რაც მხარს უჭერს ან ხელს უწყობს პოლიტიკას ან ქმედებას, რომელიც დესტაბილიზაციას ახდენს უკრაინაში, ან ძირს უთხრის ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს ან უკრაინის დამოუკიდებლობას. კერძოდ, ის რეგულარულად ავრცელებს შინაარსს, რომ უკრაინის მთავრობა და პრეზიდენტი ზელენსკი არალეგიტიმურია. უკრაინა არის დასავლეთის მარიონეტი. უკრაინა არის კორუმპირებული ქვეყანა და რომ უკრაინა და დასავლეთი ცდილობენ საქართველოს დესტაბილიზაციას. საქართველოს ისტორიაში ხდება პირველად ტელეკომპანიები სანქციების ქვეშ დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილების შემდეგ უკვე აღსრულების მექანიზმების გამოყენება როგორ წავა, ეს არის საინტერესო. ასევე საინტერესოა როგორ წარიმართა პროცესები ცოტა ხნის წინ, როდესაც იმედი მისმა წინამფლობელმა ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ გადააფორმა სწორედ თებერვლის დასაწყისში და დოკუმენტების თანახმად სიმბოლურ ფასად 1000 ლარად გაიყიდა ტელეკომპანია. ახალი მფლობელი კი ილია მიქელაიშვილია, პოზიტივის 52%, როგორც ვიცით, ქართული ოცნების გამოყოფილი ხალხის ზალის წარმომადგენელს ეკუთვნის. ეს ტელეკომპანიები უკვე არიან ოფიციალურად ბრიტანული სანქციების ქვეშ. ახლა საინტერესოა რა სიტყვის ბანკების ასოციაცია დღის წესრიგში აღსრულების საკითხი აქტივების გაყინვის შემდეგ დგას და მოქმედება ძალიან სწრაფად უნდა დაიწყოს.